სასახლის ხობის საქმეზე დღევანდელი სასამართლოს ხდომა ბექა მაჭავარიანის უფლებადამცველის შუამდგომლობით გაიხსნება ადვოკატმა საქმეში უკვე ჩადო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ დაკავებულ მაჭავარიანს აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ფსიქიკურ პრობლემებზეა საუბარი. შესაბამისად ადვოკატი განმარტავს, რომ ახლა ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ იმასთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობის დროს ბექა მაჭავარიანი იმ დროს, როდესაც აქციაზე იმყოფებოდა, იყო თუ არა შერაცხად მდგომარეობაში. შესაბამისად ამ დოკუმენტის საფუძველზე უფლებადამცველი შევა შუამდგომლობით, რომ პატიმრობის ნაცვლად გამოყენებული იყოს მაჭავარიანთან დაკავშირებით გირაო და საპატიმრო დაწესებულებამ სწორედ გირაო სანაცვლოდ დატოვოს. ამავდროულად უფლებადამცველი ამბობს, რომ მაჭავარიანმა პროკურატურას თავად მიმართა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით და ახლა საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ბრალდების მხარე 2 მოწმეს გამოკითხავს, ერთი არის დაზარალებული პოლიციელი, ერთი კი ექსპერტი. ამავდროულად გამოიკვლევენ ვიდეო კადრებსაც, თუმცა ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ვიდეო კადრებში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება საერთოდ არ ჩანს. ექსპერტის დასმაში აღნიშნული არის, რომ ჩემი დასვენში იყო ბრალდებული ბექა მაჭავარიანი, დაავადებულია შიზოფრენიული აშლილობით, არასრული რემისიის სახით. ექსპერტები მსჯელობენ, რომ კრიმინალური ქმედების ჩადენის დროს, ანუ ბრალად შერაცხული ქმედების დროს ის ვერ უწევდა ანგარიშსაკვდარ თავს და არ შეეძლო გაეცნობინა მისი ქმედება. თუმცა ამავდროულად ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იგი არ საჭიროებს იზოლირებით მკურნალობას. საერთო ჯამში მისმა დადგენილდა შეზღუდული შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც დღეს მე როგორც მისი დამცველი ადვოკატი შევდივარ შუამდგომლობის სასამართლოს წინაშე, რადგან მისი მიმართ შეცვლილი იქნეს ախոտებულზეა პატიმრობა გირაოთი. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა, დიახ, დაგიდასტურეთ ჩემმა ბრალდებულმა, თუმცა ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება. უახლოეს მომავალში გვეგონთ განცხადებით მიმართოთ საქართველოს საავადმყოფო პროკურატურას. სავარაუდოდ, როგორც კონსულტაციები ხდება, ნაწილობრივ აღიარეს ჩადენილ ბრალდებას. გავაგზავნებთ რა თქმა უნდა ის მოწმობის დაკითხვას, მაგრამ კონკრეტულად ბრალდება ვის წარმოადგენს ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ გამაჩნია. რაც შეეხება სიმართლე გითხრათ, ახლა ვინც უნდა მოიყვანოს, დიდი არსებით მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ აქამდე ვინც მოიყვანა და სამომავლოდ ვინცაც მოიყვანს, ვერც ერთი მათგანი ვერ დაადებს საბაკორწეა სხვას, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა რაიმე ძალადობრივ ქმედებას. ახლა ყველა ელოდება ამ შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე თამარ მახარობლიძე ბექა მაჭავარიანის საქმესთან დაკავშირებით.